გუშინდელი დღე, როდესაც თვალსაჩინო გახდა კიდევ ერთხელ არაპირველად, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა როგორია იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სასამართლოს არ გავს. შეიძლება ჩვენ არც კი ვიცოდეთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცოდეს, რას ნიშნავს ისეთ სასამართლო, რომელიც მართლა გავს სასამართლოს. ნამდვილი სასამართლო როგორია, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ უახლეს ისტორიაში ნამდვილად არ ქონია ამისი ნიმუში. არც საბჭოთა კავშირის დროს, არც პოსტსაბჭოთა პერიოდში, არც იმ სისხლიანი 9 წლის პერიოდში და არც დღეს ჩვენ სასამართლო არ გვაქვს. ცალკეული გამონაკლისები, ცალკეული მოსამართლეები, რომლებიც ცდილობენ რაღაც ნათელი წერტილი შეიტანონ, სამწუხაროდ არც არ ცვლის. სისტემა კი არის ისეთი, რომელიც ასრულებს ჩვეულებრივად დავალებას, რომელიც ზემოდან მოდის, ან ასრულებს ბრმად იმას, რაც ფურცელზე წერია და რაც თავარია არ აწუხებს სინდისი ამის გამო. ამის გამოვლენა იყო გუშინდელი დღე, როდესაც ახალგაზრდა ბიჭს, თუმცა საერთოდ არ აღნიშნულობა ასაკს ჩემი აზრით, მაგრამ მაინც რადგან ემოციურად ადამიანებზე ეს უფრო მოქმედებს, დავაკონკრეტოთ კი ბატონო, რომ 21 წლის ბიჭი გაუშვეს ციხეში 4 წლით და 6 თვით იმის გამო, რომ მან ჯოხი დაარტყა პოლიციას. ნუ კი, ჯოხი დაარტყა, რაც შეიძლება არ არის სწორი, იყოს გასაკითხი ქმედება, მაგრამ 4 წელი და 6 თვე არის ცხოვრების უდიდესი ნაწილი. ადამიანის ციხიდან გამო 20 თუ მან სრულად მოიხადა ეს სასჯელი, რისი პოლიტიკური და სამართლებრივი ნებაც გამოვლენილი იყო გუშინ. ის გამოვა ციხიდან თითქმის 26 წლის, ალბათ მას დახვდება სხვა ცხოვრება გარეთ, მის ცხოვრება იქნება ტრავმირებული, შეცვლილი ციხეში გატარებული წლების გამო და აი რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამის საპირწონე ჩვენ როგორც საზოგადოებამ, როგორ შეიძლება გავიზარდოთ და გაუმჯობესდეს ჩვენი ყოფა გარეთ იმით, რომ ის ადამიანი ციხეში იქნება, ამას ვერავინ ვერ ახსნის მათ შორის იმ გულმხურვალე მხარდამჭერებიდან, რომლებიც აღფრთოვანებულები აკომენტარებდნენ Facebook-ში და სხვა სოციალურ ქსელებში გუშინ და სამწუხაროდ ყველა მათგანი არ იყო ტროლი, ნამდვილი ადამიანები იდგა აკაუნტების უკან და ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ აბა როგორ შეიძლება ჯოხი მოუქნია. მე შეიძლება ცხოვრებაში ნაკლებად მოხვედრილ ვარ ისეთ სიტუაციაში, სადაც ადამიანები ჩხუბობენ, რადგან ქალებს გვაქვს ამისი პრივილეგია, რომ ხელჩართულ ჩხუბში ნაკლებად მოხვდეთ ბიჭებისგან განსხვავებით ცხოვრების მანძილზე, მაგრამ შევსწრები ვარ და ლევანს ალბათ ბევრად მეტი გამოცდილება ექნება და ჯოხით ჩხუბი ან ხელჩართული ჩხუბი მომხდარა ძალიან ბევრგან. სამწუხაროდ კი ბევრჯერ დასრულებულა შეიძლება ტრაგიკულადაც, მაგრამ ჩვეულებრივი ფიზიკური ჩხუბები არის ადამიანების ბუნების ნაწილი. ჩვენც სოციალური ცხოველები ვართ და არ არსებობს საზოგადოება, სადაც ადამიანები სრულად არიან გათავისუფლებული ასეთი ვნებისგან, რომ იჩხუბონ, მით უმეტეს, როცა არიან აფექტურ მდგომარეობაში, როცა არის კონფლიქტი და მით უმეტეს, როცა თავს იცავენ. და აი ამის შემდეგ, რომ წარმოიდგინოთ, თუ ვინმე ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რომ წარმოიდგინოთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ასეთ ჩხუბში მოხვედრილა, 4 წელიწად ნახევრად გაუშვათ ციხეში. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ადამიანი ამას ხელს არ მოაწერს თავისი ნებით, მაგრამ თუ ვიღაცა სხვა მოსამართლე წოდებული ამას აკეთებს საზოგადოების სახელით, რაღაცნაირად დუმარედ უგუვდება, თითქოს ეს არაფერი არ არის. ასე უგუვდებოდნენ ის ადამიანებიც ფაშისტურ გერმანიაში, კომუნისტურ საბჭოთა კავშირში, როდესაც სტალინი ხოცავდა სხვებს, რომ აი მე არაფერი შემიძლია, კანონია, კანონი მკაცრია, მაგრამ კანონი და ასე შემდეგ. და საზოგადოების მიერ სინდისის აი ასე ჩაჩუმება და ხმის არამოღება მსგავს ამბებზე არის უბრალოდ საზოგადოების დეგრადაციის, საშინელი დეგრადაციის მაჩვენებელი და აქედან ჩვენ უკეთეს ქვეყანას ნამდვილად ვერ შევქმნით. მერე არგუმენტი არის ხოლმე, რომ პოლიციას მოუქნია. და თითქოს ეს არის იმ ხელა განმასხვავებელი, რომ თუ კი თქვა ჩვეულებრივ კონფლიქტში ადამიანი შეიძლება უბრალოდ ხულიგნობისთვის გაასამართლონ, ან საერთოდაც არავინ არ დარეკოს პოლიციაში და არ გაასამართლონ, პოლიციისთვის ჯოხის მოქნება, ეს არის იმ ხელა დანაშაული, ისევე როგორც პოლიციისთვის სახეში მოცაცუნება დარტყმა წოდებული, რომ აი ამის გამო შეიძლება ადამიანი წლებით ციხეში გამოუკეტოთ. ნუ გარდა იმისა, რომ უბრალოდ არაფერი ასეთი განმასხვავებელი ნიშანი არ არსებობს პოლიციელსა და ჩვეულებრივ ადამიანის შორის, დარტყმა, ამან ტკივილი და ზიანი გამოიწვია თუ არა, ერთნაირად ფასდება პოლიციელის შემთხვევაში და ჩვეულებრივ ადამიანის შემთხვევაში, მით უმეტეს პოლიციელი რაღაც დამცავი აღჭურვილობით არის შეიარაღებული და ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება ესეც არ კონდეს. ანუ ეს არ შეიძლება იყოს არგუმენტი, რატო შეიძლება დაისაჯოს განსაკუთრებულად პოლიციელის მიმართ განხორციელებული, რაც თან აი 10ჯერ და 100ჯერ უფრო მკაცრად. სამწუხაროდ ადამიანების დიდი ნაწილი თურმე ჩვენს გარშემო ასე ფიქრობს.
და მე განსაკუთრებით მეცინება რომ აი ცოტა ხნის წინ საკმაოდ კრიმინალური აზროვნების იყო საზოგადოება, ასე ვთქვათ, ქურდულ საწვებოდა პოლიციაში დარეკვა იყო როგორ ცოდვა გრეხი და ამის გამო შეიძლება შენვე თანა ქალაქის მეზობელს გაიკიცხე პოლიციაში თუ დარეკავდი, აი ხა იგივე ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულად ცოტა ხნის წინ ამას ამბობდნენ, იგივე ადამიანები მე მეკამათებიან, რომ როგორ შეიძლება პოლიციელს ჯოხი მოუქნიო და დარწმუნებულიო აი სადღეგრძელოებს სუფრასთაროს ხედან გარშემო ბირჟაზე უბანში რო ლაპარაკობენ, ისინი რაღაც შეიძლება ძველ ბიჭურსაც აწყებიან და ამავდროულად არ ვიცი, ანუ ეს შეიძლება არ ვიცი, პოლიციასთან გარიგებული თუ არის ეს ხალხი, თორე რამ გადაატრანსფორმირა ასე ვერ ვიქებ. მტკიცებულება, ძალადობის მტკიცებულება თვითონ იმან დადო სამთავრობო მედიებმა დადეს ყველა რაკურსიდან რაც შესაძლებელი იყო უჩვენებდნენ როგორ იქნებს ჯოხს, მაგრამ იქ ასევე იმ თვითონ რაც დადეს მაგ ვიდეოშივე ჩანს რომ ეგეთი საქციელის გამო ადამიანი არ შეიძლება 4 წლის ციხეში ჩასვა. ჩანს რომ იქნებს ჯოხს. ხო, ერთ შემთხვევაში პოლიციელი მოსდევს და რაღაცნაირად ინსტინქტურად გარბის და იგერიებს და იმ შემთხვევაში საერთოდ არ მოხვედრია და მეორე შემთხვევაში სადაც კიდე მანამდე უქნებს და ნუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდარა ისეთი რომ ადამიანი 4 წელიწადნახევრით ციხეში გამოკეტო. თან უკვე რამდენი თვე არის? კი, ხო, ანუ ჯერ აი თვლიდე რომ ეს რაღაცა არ შეიძლება ეს საქციელი და რაღაცა დასჯადი უნდა იყოს პირობითად შეიძლება ამას თვლიდე, მაგრამ დასჯასაც ხო გააჩნია და დასჯის სახესაც ხო გააჩნია როგორც ჯერ რამდენი თვე არის ეს ადამიანი ციხეში, ანუ საერთოდ ეს რატო არ იყო საკმარისი, ხო? ამდენ ხნის განმავლობაში. ხო, ანუ ალბათ არსებობდა რაღაცა მოლოდინი მინიმუმ ოჯახი გუშინ იმდენად სტრესში იყო, რომ ალბათ იმათაც ეგონათ, რომ ვიღაცას სინდისი გაიღვიძებოდა მოსამართლეს და ჩაუთვლიდა უკვე გატარებულ თვეებში ციხეში საკმარისა და გამოუშვებდა გარეთ. ამას დაუმატეს კიდევ 4 წელი. კი, ხო, 4 წელი ამას დაემატა, ანუ პატიმრობაში იყო, რაღაცა მოხდილი აქვს უკვე პირობითად. გარდა ამისა, ეს ხო უკიდურესი ზომა არის, როცა პატიმრობას უფარდება ადამიანს და პატიმრობა უნდა შეუფარდო ისეთ შემთხვევაში, თუ ის ადამიანი რაღაც საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და საშიშია. საჭიროა სასწრაფო იზოლაცია იმისთვის, რომ რაღაცა ამი არ დაუშავოს და კიდევ სხვა ადამიანი არ დაზიანოს, ხო? ეს ადამიანი გარეთ რო ყოფილიყო აი ვინ ახსნეს იმას რომ საფრთხე იქნებოდა ეს ადამიანის სხვებისთვის რაღაცა იმას იქნებ კიდე მოაწყოს კიდე რო იყოს კიდე რო გაიმართოს აქცია იქნებ კიდე მოიქნიოს შოხი აი ეს არის ძირითადი საფრთხე რაცისგან მომდინარეობს და თან არის სხვების შესაჩინებელი რომ აი ჩვენ არავის არ ვინდოთ შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანი ციხეში ჩავსვათ და თქვენ თუ რამეს გაბედავთ და წინააღმდეგობას გავწევთ აი თქვენც იგივე დაგემართებათ ეგ ამის სხვების შესაჩინებლად შვებიან მათ შორის ამას რომ დასაჯონ ეს 21 წლის ადამიანი და თან აი სანამ პატიმრობამდე მიხვალ ხო რაღაცა შეგიძლია სხვადასხვა რაღაცები ზომები გამოიყენო თუ შენ მაინც და მაინც დამნაშავეთული ამ ადამიანს რა ვიცი ჯარიმა გამოუწერე პირობითი შეუფარდე უამრავი გზა არსებობს იმისთვის თუ ადამიანი გინდა რაღაცა დასაჯო დასჯი ესე ის დასჯი მაგრამ არ ჩასვან ციხეში ციხე არის უკიდურესი ზომა მართლა 21 წლის ადამიანს რამდენ რაღაცას მოწყდება სამყარო ყოველდღეს სადმიდის და ისეთი რაღაცები ხდება სამყაროში ციხეში კი არა გარეთ ყოფი ადამიანი შეიძლება მას ვერ დაეწიოს და 21 წლის ადამიანს 4 წელიწადნახევრით რო ციხეში გამოკეტავ ის უამრავ რაღაცას გამორჩება და შეიძლება საერთოდ ახალ ცხოვრებას ვერ საუწყოს ფეხი წესიერად, იმიტომ რომ გარეთ საერთოდ სხვა გარემო დახდება, საერთოდ სხვა სიტუაცია დახდება, არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, მთელი სამყაროს მასშტაბით და საერთოდ სხვაგან შეიძლება იყოს სამყარო 4 წელიწადნახევარში თუ 5 წელიწადში თითქმის. სასამართლოს მიერ გადამეტებით მისჩილი საშელების მიმართ განსაკუთრებული წმენა საზოგადოებას არ უნდა გქონდეს, რომ თუ ერთი ადამიანი დასაჯეს სანიმუშოდ, რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა 10,000 ადამიანი არ არის დასჯილი ასევე სანიმუშოდ, უბრალოდ მამის შესახებ ჩვენ და საზოგადოებას ფართო მასებს უბრალოდ არ გაგვიგია. და აი მართლა ძალიან ბევრი ადამიანი რეკავდა, მეც ბევრჯერ მიპასუხია ტელეფონზე.
პატიმრების ზარებისთვის და ფაქტურად ეს იყო ჩემი პირველი შეხება მათთან და როცა მე მეუბნებოდნენ რომელი მუხლით რამდენი წლით იყვნენ ეს ადამიანები ციხეში შოკში ვიყავი იმიტომ რომ არც ერთი თქვენგანი ვინც ახლა ტელევიზიით გვიყურებს დარწმუნებული ვარ თქვენი ნებით ამას არ გააკეთებთ თქვენ რომ მიჯდეთ იქ ნაფიც საჯულად მაგალითად და იღებდეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობას თქვენ ამაზე ვერ წახვალთ არ გაგიშვებთ არც თქვენი სინდისი როგორც არ უნდა თქვათ არ იყოთ რომელიმე რელიგიური კონფესიის წევრი, ვთქვათ, არ გზღუდავდეთ ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა. უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი სინდისი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ეს ადამიანები 10-დან 9 ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. სწორედ აი ვიღაცა მოსამართლის სახელით როცა ეს კეთება და რაღაცა კანონის სახელით ადამიანები რაღაცნაირად ამას საუბედუროდ ეგუებიან. ამიტომ არის ჩვენ რომ ძალიან ხშირად კი არა სულ ვიმეორებდით და დღესაც ვიმეორებთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესში ჩვეულებრივი ადამიანების მონაწილეობა ნაფიც მსაჯულების როლი უცხოა ეს ჩვენთვის არ არის მარტივი მეც გამიჭირდებოდა და როცა 20 წლის მესმოდა პირველ ნაფიც მსაჯულების შესახებ სულ ფიქრობდი რომ გაცილებით იოლი იქნება ჩვეულებრივ ადამიანებზე საზოგადოების გავლენის მოხდენა თქო ვიდრე ერთ მოსამართლეზე თქო მაგრამ გავიდა 20 წელი და მე კიდევ უკეთესად გავიცანი მოსამართლეების დიდი ნაწილი და სამწუხაროდ დავწუნდი რომ არა ვერც ერთ რიგით ადამიანზე იმხელა გავლენას ვერ მოახდენს სისტემა როგორცაც ახდენს ის სასამართლოს დარბაზამდე მისულ ადამიანზე რომელმაც აი ის გზა გაიარა სანამ სასამართლოს დარბაზში შევიდა და მოსამართლის მანტია ჩაიცვა. ეს არის სისტემის მიერ გამოწვრთნილი ადამიანები. მოსამართლეების 99% არის მთელი თავის ცხოვრების მანძილზე სისტემის ნაწრთობი ადამიანები, რომელსაც არანაირი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ გააჩნია. განსხვავებით ნაფიცი მსაჯულისგან, რომელიც გარეთ რომ გამოვიდოდა თავის მეზობლისთვის უნდა ჩაეხედა თვალებში. თქვენ ამის გაკეთება მოგიწევდათ, რატომ აწიეთ ხელი და ვიღაცა გაუშვით ციხეში, თქვენ რომ გარეთ გამოხვალთ, ეს პასუხისმგებლობა უნდა ატაროთ და ამიტომ ტყუილა ამაზე არ წახვიდოდი. და მოსამართლე, რომელსაც გარეთ საერთოდ არ იცნობენ, თქვენ არ გეცოდინებათ მოსამართლეების უმრავლესობის სახელი და გვარი, იმიტომაც ბევრი მიზეზი ამაზე ცალკე კიდევ ვილაპარაკებ და დაწვრილებით მოგიყვებით ამის შესახებ, როგორ ხდებიან ეს ადამიანები იქ. მას არ გააჩნია ამხელა პასუხისმგებლობა. მას ზურგს უმაგრებს სისტემა, რომლის წინაშე არის ანგარიშვალდებული. ის არ არის თქვენს ერთ. თქვენ არ აგირჩევიათ, თქვენ ხმარ მიგიწიათ, სახელი და გვარიც კი არ იცით მისი. მაქსიმუმ დარბაზში თუ მოხვდებით, პანელზე წაიკითხოთ დაწერილი ან ტელევიზიით თუ ერთეულ მოსამართლეებს გამოაცხადებენ და მათი უმრავლესობა ისევე ამოფარებულია ამ მანტიას და სისტემას როგორც Facebook-ზე ტროლები, რაღაცა ტყუილ სახელ გვარს ამოფარებული ადამიანები და ისინი თავს გრძნობენ უსაფრთხოს, ხვალ გავლენ, სადღაც დაждდებიან თავის ნათესავებთან, ნათესავი მაინც ეტყვის რომ პატივისცემით მოექცევა რომ მოსამართლეა სტატუსი აქვს რაღაცა წონა აქ ამ საზოგადოებაში და ამიტომ პირში არ მიახლის ან შეიძლება გულწრფელადაც დიდად საერთოდ არ ადარდებდეს რა ხდება სასამართლოში და არანაირი მექანიზმი არ არსებობს რაც ამ ადამიანებს აიძულებს თუ მათ შინაგანი სინდისი არ გააჩნიათ, რაც აიძულებს რომ არ მოიქცეს ისე როგორც მას სისტემა ეტყვის. და აი ეს არის ჩვენი დღევანდელი სასამართლო და არც ერთი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ის არ ყოფილა სხვანაირი. მხოლოდ ერთეული გამონაკლისები არსებობდნენ, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში ამაყად დატოვეს სისტემა